მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სასესიო დღე და პირველი სესია ახალ შენობაში. ქუთაისში ისტორიული მოვლენისთვის ემზადებიან. უმრავლესობა შენობით უკმაყოფილოა ოპოზიციას ეს შენობა ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როცა თავად იყო უმრავლესობაში. რას უწუნდებენ ახალ შენობას ახალი პარლამენტარები და როგორია რეალურად ვითარება. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ქუთაისის ახლადაშენებული პარლამენტიდან. ქუთაისში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, თუმცა შენობაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატები აცხადებენ, რომ პარლამენტის ახალ შენობაში მუშაობა შეუძლებელია. Ყოველარი პირველი სხდომა და ვერაფრით ვერ ესწრება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები შეუდგნენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას. ფაქტობრივად ყველა ოთახში მიმდინარეობს რემონტი. დიდ ბუტაფორიას აშენებდა სააკაშვილი და ვერ ასწრებს. ხედავთ და ნახევარი გარეთ არის დაშლა. მიუხედავად პირობების არარსებობისა, კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის დარღვევას არაპირებენ და პირველი სხდომა ახალ პარლამენტში გაიმართება. პირველი სხდომის ჩატარებას ხელს არაფერი შეუშლის, სხვა ტექნიკური ორგანიზაციული სამშენებლო ამბები სადაც გამოგვარდება, იმიტომ რომ ბევრი რამეა დასასრულებელი, მაგრამ ეს პარლამენტის მუშაობას ხელს არ შეუშლის. სხდომათა დარბაზი არის წყობაში. პრაქტიკულად ყველა სხვა ოთახში ახლაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ზოგი ღებავს, ზოგი ცასველ წერტილებს ამზადებს. ქუთაისის პარლამენტში სარემონტო სამუშაოები სრულად მხოლოდ სხდომათა დარბაზშია დასრულებული. ჟურნალისტებისთვის მზადაა პრესლოჟაც. საკომიტეტო დარბაზები და დეპუტატების ოთახები კი ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შენობაში მუშაობის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ არ ყოფილვართ პირდაპირ ჩართული მის მშენებლობაში, ამიტომ ყველა დეტალი შეიძლება არ ვიცოდე რა მდგომარეობაა ახალ შენობაში, მაგრამ იმის მიხედვით, რაც მე ვიცი, შენობა ნამდვილად მზად არის და შემიძლია ერთიც გითხრათ, რომ ეს შენობა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ის პარლამენტის შენობა რუსთაველის გამზირზე. ძირითადი შენობა დასრულებულია, პლენარული დარბაზი მზად არის სხდომის ჩასატარებლად. შემდგომში რჩება ალბათ რაღაც წვრილმანი სამუშაოები შენობის შიგნით, შენობის გარეთ სამწუხაროდ ჯერ უცნობია გაგრძელდება თუ არა სამუშაოების. ყველა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტის შემოვა თავისუფლად ქუთაისში პარლამენტის სასახლეში. ამის გარდა გავითვალისწინოთ რეგიონალური მედიის ინტერესი და შესაბამისად გავაკეთეთ მათთვის ცალკე სია. ამ სიაში ასევე შევლენ საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლებიც. საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის, ხოლო პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება. ასე ვინ გახსნის ხვალინდელ სხდომას, ასევე ვინ იქნება ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე და როგორია რეგლამენტი ოფიციოზის გარდა პარლამენტის პირველ შეკრებას ქუთაისში ხვალ ჩემი კოლეგებიც დაესწრებიან და ამ მოვლენას დააშუქებენ. მათ შორისაა ნოდარ ჩაჩო, რომელიც უკვე გაემგზავრა ქუთაისში, ახლა ეს ხვალინდელი დღის დეტალებს მოგუყვება ნოდარ საღამომშვიდობის. დიახსოფო, ხვალინდელი რეგლამენტი ასეთია. ხვალსხდომა პირველი საათისთვის დაიწყება და სხდომას გახსნის პარლამენტის უხუცესი წევრი, ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვედრილი პარლამენტში გოგი ოჩიაური. ამის შემდეგ იგი სიტყვას გადასცემს უკვე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს. დავით ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კი უკვე საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი უკვე უფლებამოსილებას მიანიჭებს ახალ პარლამენტს, რომელიც თავის მხრივ შემდეგ უკვე აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა. ხმების უმრავლესობა კი პარლამენტში აქვს. კოალიცია ქართული ოცნება შესაბამისად საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია კოალიცია ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატიც დავით უსუფაშვილი. შემდეგ უკვე დავით უსუფაშვილთან ერთად პარლამენტი დააკომპლექტებს სპიკერად, რომელშიც შევლენ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც, შემდეგ კი უკვე თავად ფრაქციები, კომიტეტები, უმცირესობა და უმრავლესობა. აი ასეთი იქნება რეგლამენტი. ხვალინდელ ისტორიულ სხდომას დაესწრება ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი და როგორც უკვე სიუჟეტიდან ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სტუმრის რანგში ბიძინა ივანიშვილი. ხვალ ჩვენი გადამღები რამდენიმე ჯგუფიც იმუშავებს და მაყურებელს მიადვის ოპერატიულად ინფორმაციას თუ როგორი მიმდინარეობით წავა ხვალინდელი ისტორიული სხდომა, როგორც თქვენ სიუჟეტიდანაც შეიტყვეთ, საკმაოდ დიდია აქ ასევე მედიის ინტერესიც, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიის. აი ასეთი იქნება ხვალინდელი რეგლამენტი. გაველოდოთ ხვალინდელ მოვლენას, ხვალ ნამდვილად საინტერესო მოვლენები გველის. დიდი მადლობა ნოდარ დეტალური ინფორმაციისთვის. ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში.